ძველი საიდუმლო. კალბატონო ესმა. საკმარისია წავიდეთ. ეს სიტუაცია არ მომწონს. აშკარაა რომ ეს კალბატონი არაფერს აშავებს. ჩაის დასალებად შეიარა სულ ესაა. დარწმუნებული ვარ რომ ეს ხალი რაღაცას მალავს. 5 წუთიც მოვიცადოთ. კარგი. მხოლოდ 5 წუთი. იფექს პირობა მივეცი რომ არ დავაგვიანებდი. დიახ ვიცი. ნახეთ ვიღაც უახლოვდება. ეს ხომ ტაიფუნია? ტაიფუნი? ნამდვილად ისაა. ტაიფუნს ამ კალბატონთან რა აკავშირებს? ვიცოდი ეს კალბატონი რაღაცას ხლართავდა. ტაიფუნს რატომ შეხვდა? ჩემთვის ყველაფერი გასაგებია. ჩემთვის კი გაუგებარია. ეს ორი შეთანხმებულად მოქმედებს. ჩემს გამჭრიახობას ენდეთ. გემოდარები ღმერთო. გულწრფელი ლოცვა შეისმინე. ჩემი შვილო მხოლოდ შენ შეგიძლია. დამეხმარე. ლოცვა ვედრების გარდა არაფერი დამრჩენია. ამ სიტუაციიდან მხოლოდ შენ თუ გამომიყვან. შემეწიე, გემოდარები. ამდენი წელი შვილებისგან მოწყვეტილმა ეულად გავატარე. იმედი არასდროს დამიკარგავს. ჯეროდა რომ ჩემს უდანაშაულობას დავამტკიცებდი. იმედი მაქვს ეს დღე აუცილებლად დადგება. ჩემი შვილის სიზღით სავსე თვალები მანადგურებს. ზალა მომეცი რომ ამ ყველაფერს გავუძლო. მიყრილს ტოვებ და მერე სულ დოსიეს ზებნაში ხარ შვილო. ომერ.
გამბედაობა არ მყოფნიდა, რომ ჩემს წარსულზე მომეყოლა შვილო. შიშარა ხალხი არასდროს გიყვარდა. მართალიც ხარ. კაცს გამბედაობა შეეფერება. მეგონა სწორ არჩევანს ვაკეთებდი. ძალიან დავიგვიანა. 20 წელი გავიდა, მაგრამ მაინც ვეცდები ჩადენილი დანაშაული გამოვისყიდო და შეცდომა გამოვასწორო. დროა სამართლიანობა აღვადგინო და საკუთარ დანაშაულზე პასუხიც ვაგო. ვიცი, რომ ჩემზე წარმოდგენა შეგეცვლება, მაგრამ იმედს ვიტოვებ, ერთ დღეს ჩემს პატიებას შეძლებ. დიდი ცოდვა მაწევს. ყოველ წამს რომ მოვინანიო, საკმარისი მაინც არ იქნება. შეიძლება ღმერთმა მომიტევოს, მაგრამ იმედი რომ გაგიცრუე ამას თავს არასდროს ვაპატიებ. მამა ჰალილი. გისმენთ? ალო? ვინ ბრძანდებით? ქალბატონო ჩინარ? ჰალილი ვარ. თქვენი მეუღლის სიკვდილს შევესწარი. იმ დღეს იქ ვიყავი. ბატონო ჰალილ. ნამდვილად თქვენ ხართ? დიდი ხანია გეძებთ. ვიცი. ამიტომაც გირეკავთ. თუ შემხვდებით, ყველაფერს აგიხსნით. მართლა. ჩემი უდანაშაულობის დამტკიცებაში დამეხმარებით? დიახ. შევხვდეთ და ყველაფერს გეტყვით. მინდა რომ თქვენ წინაშე ჩემი დანაშაული გამოვისყიდო. მადლობა ღმერთს. მითხარით, სად მოვიდე? სეჰერ. ხომ გითხარე? მამა შენი მე არ მომიკლავს, მკვლელი არ ვარ. რა მოხდა? წამოდი, წავიდეთ. ვერ გავიგე, სად უნდა წავიდეთ? ჩემს უდანაშაულობას დაგიმტკიცებ. მიხვდები, რომ მკვლელი არ ვარ. ჰალილმა დამირეკა. ის კაცი ყველაფრის თვითმხილველია. ხომ გახსოვს, წერილი რომ მომწერა. წამოდი. ძალიან გთხოვ, გამომყევი. თავიდან მომწყდი. ნუ მაწუხებ. ღვთის გულისათვის გამომყევი შვილო. უდანაშაულო ვარ. გამომყევი და საკუთარი ყურით მოისმინე. ჰალილმა სასაუბროდ დამიბარა. ვიცი რომ უდანაშაულო ხარ და სიმართლეს ვიტყვიო. ეს დღეც დადგა. მალე ყველა გაიგებს რომ მკვლელი არ ვარ. გამომყევი, გემუდარები სეჰერ. ჩემთან ერთად წამოდი. ერთხელ მაინც მენდე შვილო. თურგუთ. დაჯექი. ასე ნუ ნერვიულო. რა უკნა ზოჰალ? ცოტას და ჰალილის სახლში შემოგვიწრება. აშკარად მტკიცედ გადაწყვიტა. და რაც თქვა შეასრულებს. ჩინარს აუცილებლად დაურეკავს. ჩემო სიყვარულო. ასე რატომ იქცევი? და გავიწყდა რაზე შევთანხმდით? ამ საღამოს ყველაფერს მოვაყარებთ. ნუ ნერვიულობ. ეს ჰალილი სახლში არ შემოგვეჭრება. ვერც კი მოგვიახლოვდება. ბიჭალა, შეგიძლია ბავშვს მიხედა. საქმეზე მივდივართ. რა თქმა უნდა მიხედავ. დედაშვილს საით გაგიწევიათ. ჰალილმა დამირეკა ზუჰალ. გაუგია რომ ვეძებდი.
ჩინარ, დარწმუნებული ხარ? საიდან იცი რომ მართლა ჰალილია? სასაუბროდ დამიბარა. ყველაფერს მოგიყვებიო. იმედი მაქვს რომ დღეს სიმართლე გამოაშკარავდება. ჩემს უდანაშაულობას დავამტკიცებ. ძალიან გთხოვთ, ჩემთვის ილოცეთ. ჯერა რომ ჩემს ტანჯვას ბოლო მოეღება. წამოდი შვილო. რას მიყურებ ზოჰალ? იფექს დაურეკე და გაიგე სად არიან. ვიდრე ჰალილი ჩინარს დაელაპარაკება ეს საქმე უნდა მოვაგვაროთ. კარგი ვრეკავ. ალო, იფექს სად ხართ? გელოდებით. თითქმის მოვედით დაო. 5 წუთში მანდ ვიქნები. კარგი. თითქმის მოვიდნენ. 5 წუთში მანდ ვიქნებითო. აქამდე ჩემს თავს დაკურებულ და ჭკვიან კაცად ვთვლიდი. ქალბატონი ფატმას რა ხვები, როგორ ვერ დავინახე? კარგი ინტუიცია გქონიათ ქალბატონო ესმა. თქვენი გონიერებით გაუცებული ვარ. გმადლობთ, მაგრამ გონი აზვიადებთ. ქალბატონ ფატმას ჩვენი დანახვა რომ არ ესიამოვნა, მაშინ დავეჭდი. უდანაშაულო ადამიანისთვის ბრალის დადება მძიმე ცოდვაა. ადამიანმა ეს როგორ უნდა იკადროს? არ მესმის. სამწუხაროდ ასეთი ადამიანებიც არსებობენ. თქვენი პროფესიიდან გამომდინარე მსგავს ხალხს ხშირად უნდა ხვდებოდეთ. საბედნიეროდ აქამდე მსგავსი შემთხვევა არ მქონია. იმედია ეს საქმე კარგად დასრულდება და ბატონი ქადირი მეუღლის უდანაშაულობაში დარწმუნდება. ბატონ ქადირს როგორ უნდა ვუთხრათ რომ ყველაფერში დამნაშავე მისი დედაა? უდანაშაულო ქალს ცილი დასამა. რთული იქნება, მაგრამ სიმართლე უნდა ვუთხრათ. ქალბატონ ბაჰარს მეუღლე ძალიან უყვარს. ეს მის თვალებში დავინახე. ბატონი ქადირი მალე სიმართლეს შეიტყობს და შერიგდებიან. თქვენი დამსახურებაა. თქვენ გარეშე ამას ვერ მოახერხებდით. გისმენი ფეკ. სათხარ ომერ. უკვე სახლთან ვარ. აპატია ფეკ. საქმეს ახლა მოვჭი. 15 წუთში მოვალ. კარგი, არა უშავს ჩემო კარგო. სახლში შევა, ისედაც დავაგვიანე. ჩემს დასთან უხერხულია. კარგი, ჩემგან მოუბოდიშე. ცოტა ხანში მანდ გავჩდებით. კარგი. კეთილი იყო შენი მოსვლა. გმადლობ ჩემო კარგო. კეთილი იყო შენი მოსვლა. გმადლობ დაო. კეთილი იყო შენი მოსვლა ჩემო გოგო. კეთილი იყოს. ომერი სად არის? ერთად არ უნდა მოსულიყავით? ესმასთან ერთად მოვა. ცოტა ხანში აქ იქნებიან. კარგი. ფეხზე ნუდგა ხარ. დაჯექი. ჯანანს ყავა მოვამზადებინა? ომერის მოსვლამდე მივირთვათ. საჭირო არ არის. ომერს დაველოდები. ზუჰალ. რა დროს ყავა? ამისთვის ქსალია? ამ გოგოს უთხარი ომერს გადაურეკოს. ვიდრე ჰალილი ჩინარს დაელაპარაკება, ომერი აქ უნდა იყოს, თორემ დავიღუპებით. ხომ იცი არა? მადლობა უფალო. ცოტა ხანში ჩემი უდანაშაულობა გამოაშკარავდება. ჩემ შვილებს დავიბრუნებ. ბატონი ჰალილი ალბათ მალე მოვა. წამოდი დავსხდეთ. ჩაი მივირთვათ? არა. საჭირო არაა. მაინც შევუკვეთავ. შვილო, 2 ჩაი მოგვიტანეთ. თუ შეიძლება.
ეს ბიჭი რატომ არ ჩანს ზუჰალ? ამდენი დრო არ გვაქვს. რა ჩემი ბრალია თურგუთ? რატომ მიბრაზდები? ხომ თქვა რომ გზაშია? როგორც იქნა ომერი მოვიდა. დაგვიანებისთვის ბოდიშს გიხდით. არა უშავს. იფექმა თავიდანვე გაგვაფრთხილა რომ საქმე გქონდა. კეთილი იყოს შენი მოსვლა. კეთილი იყოს. კეთილი იყოს შენი მოსვლა ომერ. კეთილი იყოს. დაგვიანების გამო თქვენთან თავს უხერხულად გვგზნობ. არა უშავს, ხდება ხოლმე. დასხედით. ჯანანს ვეტყვი რომ ყავა შემოგვიტანოს. ერთად მივირთვათ. ვახშმობამდე დრო გვაქვს. ვიდრე ქალბატონები იჭორავებენ, მე და შენ კაცურად ვისაუბროთ. რას ეტყვი ომერ? როგორ ცინებებთ? წავიდეთ. ჯანანმა ყავა ბაღში მოგვართვას. კარგი ძვირფასო. მიდი ჰალელ. დროა საკუთარ ცოდვებს თვალი გაუსწორო. მიდი ჰალელ. ეს საქმე ბოლომდე მიიყვანე. ქალბატონი ჩინარის შვილებს შეურიგდება. შენ კი სინდისის კენჯნას მოიშორებ. გზადა მithme შვილო. გამომყევი ბიძა ჩემო. რა ხდება ხელი გამიშვი. ახლავე გამომყევი. ხომ არ გაგიზდი ჩემ განაგინდა. ბატონი თურგუთის დავალებით მოვიდი. არ მაინტერესებს, ბატონ თურგუთს მოკითხვა გადაეცი. ეკრანს დახედე და ყველაფერს მიხვდები. ცოტაც მოითმინე. მალე მოვა და გავესაუბრებით. ყველაფერს ფარდა აეხდება. ომერ, შვილო, რთული პროფესია გაქვთ, ღმერთი შეგეწიოთ.
სირთულე ყველა პროფესიას გააჩნია. ამ ხრივ არც ადვოკატობაა გამონაკლისი. სწავლაც არ იყო მარტივი, მაგრამ ეს საქმე ძალიან მიყვარს და ადამიანებს მთელი გულით ვემსახურები. დამშვიდი ბიძა ჩემო. ალბათ ბევრნაირ ისტორიას ისმეთ. წყვილების დაშორებიდან დაწყებული, მკვლელობის საქმით დამთავრებული. ადამიანებს ყველაზე ხშირად ახლობლები ღალატობენ, ვისაც ენდობიან. დიახ, სამწუხაროდ მართალია. შვილო, მან დრას აკეთებ. ყველაზე მეტად ბავშვებზე ვდარდობ. ვინც ის მშობლების ცოდვების გამო რამდენი შვილი აგებს პასუხს. ალბათ რამდენი რამის მომსწრე ხარ. მართლა ასეა. ცხოვრებამ ბევრი რამ მასწავლა. ღმერთმა ყველა პატარა დაიფაროს. მშობლის ცოდვების გამო არ უნდა იშებოდნენ. მადლობა ღმერთს, ჩემი ოჯახი ყოველთვის სამაგალითო იყო. ყოველთვის მინდოდა რომ ღირსეული შვილი ვყოფილიყავი. უფლის შემწეობით მგონი შევძალი კიდეც. რა კარგი შვილი ყოლია ბიძა ჩემო. ჩემი შვილი იმ კაცთან რას აკეთებს? რას აკეთებ, ხელი გამიშვი? სად არიან? მითხარი იმ ნაძირალამ ჩემი შვილისაც წაიყვანა. ნუ ყვირი გამომყევი. მომეწონე ახალგაზრდაო. იფექს სწორი არჩევანი გაუკეთებია. იმედი მაქვს საინტერესო მომავალი გექნებათ. ღმერთ მაგნას. ცოტა აგრილდა. თუ გინდა სახლში შევიდეთ. ქალები უკვე ყავის მას დაასრულებდნენ. მაპატია. ჩვენს გულითაც საუბარში სულ დამავიწყდა საქმესთან დაკავშირებით დასარეკი რომ მაქვს. სახლში შედი და ახლავე დავბრუნდები. დიდხანს არ დავაგვიანებ. როგორ გეკადრებათ? საბოდიშო არაფერია. შედი შვილო. ჩემ შვილს წმიდან ერთი ღერიც რომ ჩამოუვარდეს, ყველას გაგანადგურებთ. ომერს ხელს თუ დააკარებთ, გეფიცები, ყველას დაგხოცავთ. დამშვიდი, თავი ხელში აიყვანე. ჩემ შვილთან წამიყვანე. ახლავე. ისმენ ბატონო. ბატონი თურგუთი რეკავს. ჩემ შვილს თუ ზიანს მიაყენებ, მოკლავ. გესმის, ბატონო თურგუთ? მოკლავ, არ დაგინდობ. არ დაგინდობ მეთქი, გეფიცები. დამშვიდი ბატონო ჰალილ. სამყარო რა პატარაა. შენი შვილი, თურმე, ჩემთან მუშაობს. რას ამბობ? ომერს შენს ოჯახთან რა აკავშირებს? ასე თუ გაგრძელდება საკმაოდ ბევრი რამ დაგვაკავშირებს. ომერის ახლოს გაცნობა მინდოდა და ვახშმად მოვიწვია. რაც არ უნდა იყოს, თავის დროზე ხომ სიცოცხლე შევუნარჩუნე. როგორ გაზრდილა, ადვოკატი გამხდარა. ომერი დამალაპარაკე. ნუ აფორიაქებ. ჯერ ვახშმობა წინ გვაქვს. აცადე რამე მიირთვას. შენი შვილი დღეს ჩემი სტუმარია. თუ გინდა შემოგვიერთდი. ღმერთმა რაც მომცა სიამოვნებით გიწილადებ. სუფრას გაგვიმხიარულებდი. ნუ მეთამაშები თურგუთ, ეს საქმე მხოლოდ მე და შენ გვეხება. სინდისზე ხელს საბოლოოდ ნუ აიღებ. ამ ამბავში ომერი არ გარიო. კარგად მომისმინე ბატონო ჰალილ. ნუ მაიძულებ რომ შენ შვილს სასტიკად გავუსწორდე. ხმას თუ ამოიღებ და ჩინარს დაელაპარაკები. არ დავინდობ. შენ შვილს მოვკლავ. არჩევანი შენზეა. ვინ უფრო მნიშვნელოვანია, ჩინარი თუ შენი ვაჟი? კიდევ რამდენ ხანს უნდა ველოდოთ? ცოტა ხანში მოვა. აუცილებლად გამოჩნდება შვილო. დარწმუნებული ვარ. იმ კაცს დაურეკე. ვერ დავურეკავ შვილო. რატომ? ხომ დაგირეკა? ნომერი არ დაფიქსირებულა? ნომერი არ დაფიქსირებულა. დაფარული იყო. ეს სისულელე როგორ დავიჯერე? ტყუილად ველოდებით. მოსლას რომ ვერ ახერხებდეს და მირეკავდა. მოვა შვილო. მალე გამოჩნდება. სეჰერ, მითხრა ვიცი რომ უდანაშაულო ხარო. არ წახვიდე შვილო. ხომ დარჩები? ღვთის გულისათვის, ცოტაც მოითმინე.
სათამაშო დამცალია ბატონო ჰალილ. ჩემი ძმა მოუკალიდა როგორ ფიქრობ? შენ შვილს დავინდობ? სინდისის კენჯნის ატანას ჯობს თუ ლომივით ვაჟის სასიკვდილოდ გაწირვა. სათქმელი აღარაფერი მაქვს. დანარჩენი შენი გადასაწყვეტია. შვილის სიცოცხლე თუ სუფთა სინდისი? საკმარისია. მივდივარ. გთხოვ შვილო, ცოტაც დაელოდე. ვიცი რომ ჩემი არ გჯერა, მაგრამ ჰალილი აუცილებლად მოვა. არ წახვიდე. ამ დღეს 20 წელი ველოდი. გესმის? 20 წელი. ჩემი გულისთვის კიდევ ერთ საათს ვერ დაიცდი? მხოლოდ ერთ საათს, შვილო. გთხოვ. რას დაკარგავ? 1 საათით აქ რომ დაჯდე და დაელოდო. პირობას გაძლევ, ხმას საერთოდ არ ამოვიღებ. 20 წელი საკუთარი უდანაშაულობის დამტკიცებას ველოდი. ძალიან გთხოვ, 1 საათი გაიმეტე. კარგი. მხოლოდ 1 საათი დავრჩები. აუცილებლად მოვა. აინახავ. აუცილებლად მოვა. ვიდრე დრო გაქვს განზრახვაზე ხელი აიღე. ბატონ თურგუც დანდობა არ უყვარს. Sen 20 yıl 20 წელი ამ დღეს ელოდი. მაგრამ იცი მე რამდენ ხანს ველოდი? მთელი ჩემი ბავშვობა. ახალგაზრდობა. ერთ ფრაზას ველოდი. მინდა და ვინმე მოსულიყო და ეთქვა, დედა შენი მკვლელი არ არისო. სულ ტყუილად ველოდი.
არავინ მოსულა. უდანაშაულო ვარ, სეჰერ. ისეთი დამნაშავე არც მინახავს, მისი უდანაშაულობის რომ არ სჯეროდეს. ვისაც არ უნდა გკითხო, ყველა უდანაშაულოა. თითქოს არაფერი დაუშავებიათ. დამიჯერე. იმ ჰალილის მოსვლა, ამაგიდასთან დაჯდომა და მოსმენა შვილო, დედა შენი უდანაშაულოა. შენზე მეტად მინდოდა, მაგრამ ისევ არავინ მოსულა. არავინ. ეს კოშმარი არ დასრულდება. 20 წელია ამ კოშმარში ვცხოვრობ. მამა შენი არ მომიკლავს შვილო. ღმერთმა იცის, რომ ეს დანაშაული მე არ ჩამიდენია. მამა წაგვართვი. ერთდროულად უმამოდ და უდედოდ დაგვტოვე. ოცნებები. უდარდელობა. ბავშვობა მოკტაცე. ნეტავ. ამ ყველაფრის დაბრუნება შემეძლოს. აქ 1 საათით კი არა, დღეების მანძილზე დავიცდიდი. მაგრამ ვიცი, რომ აზრი არ აქვს. არავინ მოვა. ეს ტანჯვა არასდროს დასრულდება. დედა ჩემი მკვლელია. და ამ რეალობას ვერაფერი შეცვლის. სეჰერ, არ წახვიდე შვილო. გთხოვ, არ წახვიდე. დამიჯერე, ჩემთვის აღარ არსებობ. იმ დღეს დაგკარგე, როცა მამა ჩემი მოკალე. სეჰერ, ამას ნუ ამბობ შვილო. გთხოვ. ნეტავ მართლა მკვდარი იყო. შენი სიძულვილი გულში დავიმარხე. რატომ გამოჩნდი ჩვენს ცხოვრებაში? რატომ? კიდევ რა უნდა წაგვერთვა? სეჰერ. სეჰერ, არ წახვიდე შვილო. არ წახვიდე შვილო. სეჰერ, მამა შენი ძალიან მიყვარდა. როგორ უნდა მომეკლა? სეჰერ. Benim şakam... არ უხუმრობ ბატონო ჰალილ. Kardeşimin canına... მე ის კაცი ვარ, ვინც საკუთარი ძმა მოკლა. შენ შვილს ხომ არ გაწირავ. ღირს ასეთი ვაჟკაცის მიწას მიბარება. მხოლოდ იმიტომ, რომ სინდისი დაიმშვიდო. სულ ეს იყო რისი თქმაც მინდოდა. ამიერიდან შენზეა დამოკიდებული. შენ შვილს ამჯობინებ თუ შენ სინდის. ისმენ მამა. სად ხარ შვილო? იფექის დის სახლში ვარ. სადილზე დაგპატიშეს. ალო, მამა, აქ ხარ? აქ ვარ შვილო. აქ ვარ. სადილის შემდეგ იმედია სახლში დაბრუნდები. მამა, რა მოხდა? რამე პრობლემაა? ალბათ ხომ არ ხარ? არა შვილო, ყველაფერი რიგზეა. უბრალოდ მოგიკითხე. კარგი მამა, არ ინერვიულო. არ დავიგვიანებ. მალე მოვალ. მამა შვილმა ტკბილად ვისაუბროთ. ომერ. სანამ წამოხვალ დამირეკე. არა, სჯობს მაღაზიაში მოხვიდე. სახლში ერთად წავიდეთ. კარგი, დაგირეკავ მამა. დროები შვილო. უკაცრავად. მამამ მოგიკითხათ. მამები ასეთები არიან. შვილი რამდენი წლისაც არ უნდა იყოს აინტერესებთ სად არის და რას აკეთებს. მართალია. როგორც ჩანს, მამასთან კარგი ურთიერთობა გაქვს. დიახ. ღვთისწყალობით ასეა. დედა ჩემის გარდაცვალების შემდეგ ჩემთვის დედაც იყო და მამაც. გონი ყველა დავწყნარდით. გემრიელად ვისადილეთ. ჯანან, ყავა მოამზადე. აქ დავსხდეთ, ომერ.
ჩემი ნახატები გაჩვენო? მაჩვენა. სიამოვნებით დავათვალიერე პრინცესა. დურო ძვირფასო. სხვა დროს აჩვენე. წამოდი საყვარელო, სტუმარი არ შეაწუხო. რა შეწუხება? დურუს ნახატები მართლა მაინტერესებს. დავათვალიერებ. მოდი ჩემთან, მოდი. ნახოთ აბა როგორია. რა ნიჭიერი ხარ პრინცესა. ძალიან ლამაზია. ოჩახ. საოცარია. ეს მართლა შენ დახატე? მე გავაღებ. ეს რა ფერია? წითელი. არა? წითელია. და, კეთილი იყო შენი მოსვლა. პრინცესა, შენი ნახატები ძალიან ლამაზია. სეჰერ, კეთილი იყო შენი მოსვლა. კეთილი იყოს შენი მოსვლა, შვილო. გმადლობთ. დედა, გაიცანია ძმა ომერია. სასიამოვნოა თქვენი გაცნობა. ჩემთვისაც. ჯანან, სეჰერს სუფრა გაუშალე. არა ბიძია, არ მშია. თქვენი ნებართვით ჩემს ოთახში ავალ. კარგი შვილო, როგორც გინდა. დაიკო. რა მოხდა? კარგად ხარ? კარგად ვარ ესმა, არაფერია. დაიკო. რა ხდება, რა გჭირს? არაფერი მეთქი ესმა. კარგად ვარ. სად იყავი? დურო დატოვე და წახვედი. საქმე მქონდა, ცოტა ხნით გავედი. რა საქმე დაო? ერჯუმენტში ხდი? რა ერჯუმენტი ესმა? საქმე მქონდა მეთქი გითხარი. ესმა. ნუ ჩააცივდები შვილო. აშკარად მოწყენილია. თავი დაანებე. კი, მაგრამ ვიცოლა. დურუს მიხედე. შენს დას მე დავალაპარაკები. ბატონო თურგუთ, თქვენის ნებართვით წავალ. ჯერ ყავა არ დაგვილებია. სხვა დროს დავლიოთ. ამერიდან უფრო ხშირად შევხვდებით. იმედია. მე ჩვენთან ერთად წამოვალ. ერთ საქმესთან დაკავშირებით შენი აზრი მაინტერესებს. რომელ საქმესთან? ახალი საქმეა. ეს მასთან ერთად შეხვედრაზე რომ იყავი, მაშინ დამიკავშირდნენ. ვერ გადავწყვეტე დავთანხმდე თუ არა. ყავა დავლიოთ და ვილაპარაკოთ. ძმა ომერ, ძალიან შემიყვარდი. ისევ მოდი, კარგი? მე შემიყვარდი პრინცესა. შეგიძლია ჩემთან ოფისში მოხვიდე. დეიდა შენი ესმა წამოგიყვანს. დურო ძვირფასო. შენს ოთახში წადი. ბატონო თურგუთ, კიდევ ერთხელ დიდ მადლობას გიხდით. სასიამოვნო დღეს გისურვებთ, ქალბატონო ესმა. თქვენს ბატონო ომერ. შვილო, მამა უკვე წამოვედით. მაგრამ სახლში მოსვლამდე სადმე დავსხდებით და საქმეზე ვისაუბრებთ. არ დამელოდო, სახლში წადი. კარგი შვილო. არ დააგვიანო. კარგი მამა. რა არის მაო? ვალი გაქვს? ხასიათზე არ ვარ. ახლა ჩაის მოგიტან, იქნებ გიშველოს მაო. ჰალილ! ჰალილ! ჰალილ გამოჩნდი, სად ხარ? თქვენ ჰალილი ხართ? რა გინდა დაო? ჰალილ! ჰალილ! თქვენ ჰალილი ხართ? თავი დამანებე. ღვთის გულისათვის დამეხმარეთ. ჰალილ! ჰალილ! ღმერთი არ გწამს. გამოჩნდით ხო? ამ კაცს ვინმე იცნობს? დამირეკა და მითხრა ვიცი უდანაშაულო ხარო. შემხვდია, მაგრამ არ მოვიდა.
მე მოვედი ჰალილ, ღვთის გულისათვის გამოჩნდი. სათხარ. რატომ იმალები? ჰალილ. ჩემი ერთადერთი იმედი ხარ. მოდი და მიხსენი 20 წლიანი ტანჯვისგან. მოდი და დაასრულე ეს ტანჯვა. მინდა რომ შვილებმა დედა დამიძახონ. შენ ჩემი ერთადერთი იმედი ხარ. ვინც არ უნდა იყო. სადაც არ უნდა იყო, ახლავე გამოჩნდი. ჰალილ. საკმარისია საჰერ. ტერილით ვერაფერს უშველი შვილო. გთხოვა მიხსენი რა მოხდა. ჰალილს დაელაპარაკე. როგორ დაველაპარაკებოდი ბიცოლა? ჰალილი არ მოვიდა. იმ ქალმა ისევ მომატყუა. ცირე იმედი მქონდა რომ უდანაშაულო იყო, მაგრამ ესეც დავკარგე. ამ ყველაფრის მერე მაინც მისი დაცვის სურვილი გაქვს ბიცოლა? გეფიცები, მეც დაბნეული ვარ. არ ვიცი რა გითხრა. რა სულელი ვარ. დავუჯერე და იქ გავყევი. ძალიან ვბრაზობ საკუთარ თავზე. ყველაფერი რაც მითხრა ტყუილი აღმოჩნდა ბიცოლა. ვინ იცის, ალბათ ვიღაცას ფული გადაუხადა რომ თავი ჰალილად გაესაღებინა, მაგრამ ბოლო წუთს გადაიფიქრა. არ მოვიდა. და იმ ქალის ტყუილიც გამოაშკარავდა. დაო. თუ ისევ აქ ხარ, გამოდი. მოწყალება გამოიჩინე. გამოჩნდი და სიმართლე თქვი. მე უდანაშაულო ვარ. ჰალილ. შენ ჩემი ერთადერთი იმედი ხარ. დავადექი. ღმერთმა არ ქნას რამე მოგივიდეს. ადექი. წამოდი დავსხდათ. რა მოხდა დაო? ვის ლანძღავდი? შენმა ქმარმა ისევ რამე დაგიშავა? არა დაო. დამშვიდდი. უბრალოდ საკუთარ თავზე ვბრაზობ. სიმართლე მითხარი. ის ნაძირალა დაგემუქრა, არა? ესმა ძვირფასო, სხვის საქმეში ცხვრს ნუყოფ. ცოლ-ქმარ შორის ასეთი რაღაცები ხშირად ხდება. მერე რიგდებიან ხოლმე. რას ამბობ? ჩემმა და ქმრისგან ძალადობა უნდა აიტანოს? იმ არამზადას ჩემი დის დაჩაგვრის უფლებას არ მივცემ. თხოვნო იცავ ბიცოლა. ქმარი ცოლს ასე არ უნდა ამწარებდეს. ღმერთო, ამას არ გულისხმობ. უბრალოდ შენი დის საქმეში არ ვერევი. როგორც თავად გადაწყვეტს, ისე მოიქცევა. ნუ მოусმენდაო. ბიცოლამ არ იცის, რას ნიშნავს, როცა ქმარი გცემს. რადგან ბიძიას ცხოვრებაში ერთხელაც არ უცემია. არი ნერვეულო. მე შენ გვერდით ვარ. შეგიძლია ქმარს გაეყარო. ბავშვზე მეურვეობას ჩვენ დაგვაკისრებენ. დაიკო, გთხოვ, ტირი. თავი დამანებე ესმა.
გთხოვ, დამშვიდდი. ის არ ამზადა არ ღირს ჩვენს სრემლებად. ესმა მარტო მინდა ყოფნა. ტელეფონის ნომრით ვერ დავადგენ ვინდა მირეკა. პოლიციაში რომ მივიდე იქნებ დამეხმარონ. არა და პოლიცია ამ საქმეს ხელს არ მოკიდებს. დარეკვით დანაშაული არ ჩადენილა. აბა როგორ ვიპოვა? დამირეკა დამითხრა მოვალ და ყველაფერს მოგიყვებია, მაგრამ არ მოვიდა. მისმინე და სტამბოლი უზარმაზარი ქალაქია. წლების მანძილზე რომ ეძებო მაინც ვერ იპოვე. თავსი დანჯავ, ძებნას აზრი არ აქვს. ვინც სიტყვის ჰალილი ვარო ყველას უკან ხომ ვერ გავყვებით. ასე არ შეიძლება. თავს ნუი დანჯავ. მას ვერ იპოვე. მე წავა. ბოდიშს გიხდით რომ შეგაწუხეთ. რას ბრძანებდაო? შენ ხარ ის კაცი, ვისაც ის ქალი ეძებს. მე ვარ. ის ჰალილი მე ვარ. არ ვიცოდი ასეთი კაცი თუ იყავი ძმაო. ეს რა უსინდისობაა. ვერ დაინახე ის ქალი როგორ გეძებდა. თქვა რომ მისი უდანაშაულობის დამტკიცება მხოლოდ შენ შეგიძლია. რატომ არ დაეხმარე? გონია არ მინდოდა? ძალიან ნანობ რომ ვერ ვეხმარები, მაგრამ ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს. ჩემი შვილის დასაცავად უნდა გავჩუმდე. ვერ დავუშვებ რომ მომერს ჩემ გამო რამე დაუშავდეს. სიკვდილამდე ამ ცოდვით უნდა ვიცხოვრო. ღმერთო, ხრებიდან უზარმაზარი ტვირთი მომიხსნა. ჰალილი ისე შევაშინეთ, რომ ჩინართან მიახლოებასაც კი ვეღარ გაბედავს. სამუდამოდ გავაჩუმეთ. საბედნიეროდ ჰალილის ვაჟი იფექის პარტნიორი აღმოჩნდა. როცა შვილს შეხედავს, ყოველთვის ჩვენ გავახსენდებით. ომერის სიცოცხლეს რისკის ქვეშ არასდროს დააყენებს. დღეს სეჰერი ისეთი გაბრაზებული დაბრუნდა და ნაკბილს არ უხსნიდა. ჩინარის აღარ სჯერა. როგორც იქნა ეს პრობლემაც მოგვარდა. ჩინარი ჰალილის ძებნას ხომ არ გააგრძელებს? არ მგონია. იმდენად იმედგაცრუებულია, რომ ძალა აღარ იქნება. ჰალილიც ვეღარ გაბედავს მასთან დარეკვას. აი ნახავ, ჩინარი როგორც ჩამოვიდა, ისე დაბრუნდება მალათიაში. ნეტალ მართლა უდანაშაულო იყო. იმ ტკივილის დავიწყებასაც კი შევძლებდი, რასაც ამდენი წელი განვიცდიდი. მაგრამ ისევ მომატყუა. კიდევ ერთხელ გამიცრუე იმედი. ისევ იგივე გააკეთე, რაც 20 წლის წინ. დედა! შვილო. ჩემო სეჰერ. ჩემო ძვირფასო. გთხოვ ნუდირი. მამა შენი არ მომიკლავს. უდანაშაულო ვარ. გთხოვ დამიჯერე. მე არაფერი დამიშავებია. პირდები რაც შეიძლება მალე დავბრუნდები. ჩემი რასიმის შვილებს დედა აღარ ხავთ. დედა არ წახვიდე. დედა. დედა. სეჰერ. დედა გთხოვ არ წახვიდე.
მატყუარა. მატყუარა მკვლელი. ამიერიდან აქ ვეღარ იცხოვრებ. Defol git bu evden. ამ სახლიდან წახვალ. Hayatını mahvettin. დეიდა, თუ კარგად მოვიქცეოდი, ამ შაბათ-კვირას გასართობ პარკში უნდა წაგიყვანე. Წაგიყვან, დეიდა, სიხარულო. შენაირ ჭკვიან გოგოს უარს როგორ ვეტყვი? ყველა ერთად წავიდეთ. ბიძია, დედა და დეიდა აიშეც წავიყვანოთ. როგორც გინდა ძვირფასო. დეიდა აიშე შევთავაზოთ, თუ მოიდომებ, შეუძლია წამოვიდეს, კარგი? დეიდა აიშე ძალიან შემიყვარდა. სულ მეთამაშება და ამბებს მიყვება ხოლმე. იმედია არასდროს წავა და ჩვენთან დარჩება. იმედია ძვირფასო. შვილო. ხო, ამას ნუიზამ. მატყუარა მკვლელი ხარ. მაგრამ იმედია ისეთი თავხედი არ ხარ, რომ იქ დარჩე, სადაც არავის უნდი ხარ. კიდევ ერთი ჭიქა. სად გეჩქარება? მე ჯერ პირველი ჭიქაც ვერ დავლია. შენ თუ ნელი ხარ, მე რა გავაკეთო? თუ ასე გააგრძელებს საღამომდე დათვრები. იმედია არ დამიშლი. თუ ვინა 10 ბოთლს გიყიდი, მაგრამ შენზე ვდარდობ. გალოცდები და მომავალი არ გექნება. შვილო, გთხოვ დღეს ადრე მოდი. მამა შენი სახლშია. თუ დაიგვიანებ, გაბრაზდება. ახლა ჭკუის სწავლებას ნუ დამიწყებ. აქ გასართობად მოვედი. ისიც მეყოფა მამა ჩემი რომ მაკრიტიკებს. კარგი, ხმას აღარ ამოვიღებ. გავერთოთ. მოდი დავლიოთ. აიღე შენი ნივთები და აქედან წადი. აქ მოსული აღარ დაგინახო. შვილო. უდანაშაულო ვარ. გევედრები დამიჯერე. რა თქმა უნდა. უდანაშაულო ხარ. მამა ჩემი არ მოგიკლავს. 20 წელი ციხეში არ გაგიტარებია. ეს ყველაფერი მე მოვიგონე. ნეტავ ჰალილი მოსულიყო და სიმართლე ეთქვა. საკმარისია. ჰალილი შენ გამოიგონე. ის კაცი არ არსებობს. საწოდავი ხარ. თავი დაგვანებე. აქამდე უდედოთ ცხოვრობდით და ამის მერეც ასე იქნება. შენზე მეტად მე ვარ ჩემი და-ძმის დედა. სიმართლე რომ გაიგონ, შენი დანახვა აღარ მოუნდებათ. დეიდა აიშე. მე შინოდა რომ ვერ მოგისწრებდით. მადლობა ღმერთს აქ ხართ. შევიდეთ. მთელი ოჯახისთვის სიურპრიზი მაქვს. უნდა წავიდე. შეგიძლიათ მშვიდად იყოთ. ოჯახში ზედმეტი აღარ ვიქნები. რას ამბობთ? თქვენ ჩვენი ოჯახის წევრად ითვლებით. ბიცოლას ნათესავი ჩვენი ნათესავიცაა. შევიდეთ.
ვერ შევძელი. ვერ გაგიმეტე შვილო. ღმერთო დაიღე ჩემი სიცოცხლე ვეღარ ვუძლებ ნუ თუ ეს გამოცდა ძალა აღარ მაქვს გახმოვანებულია მთავარ არხზე unutmadım seni gözyaşların hiç değmesin kurumuş toprağıma seni üzmek en son şeydir şu kısa hayatımda